კოსმიური სკოლა ამბავი, რომელსაც ასე ვერავინ მოგიყვება. ცოდნა, რომელიც ამ არხზე ზიარდება, მეს არ ეკუთვნის. მოიტანა სისტემამ, რომელშიც ცხოვრობთ. იესო ქრისტეს სისტემამ. შესაბამისად საერთოა. სინათლეში მოიხმარეთ თვითოულმა გაზიარებული ინფორმაცია. ამენით. გაიგეთე ყურსასმენები. კარგად მოკალათდი და მოემზადე მორიგი მოგზაურობისთვის. ვიწყებთ. ალქიმიკოსის დღიური. მეექვსე მოგზაურობა. დაო, შინ დაბრუნება. რატომ დისტანცირდებით გარემოცვისგან? როდესაც ურთიერთობა ვალდებულებად იქცევა. არსებობს რაღაც, რაზეც თითქმის არავინ საუბრობს ხმამაღლა. როდესაც ადამიანებს ნელ-ნელა შორდები. როდესაც აღარ პასუხობ იმ შეტყობინებებს, რომლებსაც მანამდე მომენტალურად პასუხობდი. როდესაც სადმე მიპატიჟება შესაძლებლობად კი აღარ აღიქმება, არამედ ვალდებულებად, რომლისგანაც გაქცევა გინდა. და მერწმუნეთ, ამ მდგომარეობაზე მხოლოდ წიგნებიდან არ ვიცი. ის რამაც დამაწერინა საკუთარი გამოცდილება. მომენტი, როდესაც ტელეფონს დავხედე. საინტერესო მოწვევა მივიღე კარგი ადამიანებისგან. და ჩემი პირველი რეაქცია სიხარული კი არა. დაღლილობა იყო. მძიმე, გაუგებარი, სიღრმიდან წამოსული დაღლილობა. მაშინ საკუთარ თავს ერთი კითხვა დავუსვი. რა მჭირს? ოჯახი იწყებს ნერვიულობას. მეგობრები გეკითხებიან, ხომ ყველაფერი კარგად გაქვს? ყველაზე მზრუნველი ადამიანები კი გირჩევენ. იცი, უფრო ხშირად უნდა გახვიდე ხალხში. საკუთარ თავში ნუ ჩაიკეტები. და შენ იმის მაგივრად, რომ ენდოს საკუთარ სხეულს ეჭვის შეტანას იწყებ. ფიქრობ, იქნება ანტისოციალური ხდები. ან იქნებ დეპრესია მაქვს. იქნებ ჩემში მართლა რაღაც დაზიანდა. მაგრამ სწორედ აქ ცდება დასავლური კულტურა. აღმოსავლური დაო ამ ჭეშმარიტებას უკვე 2000 წელზე მეტია ასწავლის. დაო გვასწავლის. განმარტოვება, დაავადება კი არა. ხშირ შემთხვევაში გამოსავალია. ადამიანებისგან დისტანცირება ყოველთვის პრობლემას არ ნიშნავს. ზოგჯერ ეს გამოსავალია. თუ ოდესმე გიგრძვნია, რომ ადამიანები შენგან ენერგიას უფრო სწრაფად იღებენ, ვიდრე გაძლევენ.
თუ შეგიმჩნევია, რომ მეგობრებთან შეხვედრის შემდეგ რამდენიმე დღე გჭირდება ძალების აღსადგენად. თუ აღმოგიჩენია, რომ მარტოობის სიჩუმე უფრო გულწრფელია, ვიდრე უცხო საზოგადოების ხმაური, თუ მიმხვდარ ხარ, რომ რაც უფრო შინაგანად იზრდები, მით უფრო ცოტა ადამიანს ესმის თუ რას გადიხარ, მაშინ იცოდე, ეს განცალკევება მარტოობას არ ნიშნავს, ის თავისუფლებას ნიშნავს. რის შესახებაც დღეს ვისაუბრებთ, შესაძლოა რამეზე სულ სხვა თვალით შეგახედოს. და გვასწავლის იმას, რასაც დასავლური აზროვნება ხშირად არასწორად აღიქვამს. განმარტოება, დაავადება არ არის. განშორება, სისუსტე არ არის. და ზოგჯერ გარემოსთან განრიდება სწორედ ის ნაბიჯია, რომელიც საკუთარ თავთან დაბრუნებისთვის არის საჭირო. დღეს გავარკვევთ, სინამდვილეში რას ამბობს დაო იმ ადამიანებზე, რომლებიც სხვებისგან დისტანცირდებიან. არა დასავლური ფსიქოლოგიის დიაგნოზების პრიზმიდან, არამედ უძველესი სიბრძნის თვალით, რომელსაც ესმის, რომ ზოგჯერ საკუთარ თავთან მისასვლელი გზა სხვებთან დროებით დაშორებაზე გადის. ღრმად ჩაისუნთქე. და მოусმინე. სწორედ აქ იწყება ყველაფერი. და სწორედ იმიტომ ვერ გებულობს ამას ადამიანების უმეტესობა. ჩემი პირადი გამოცდილება. თუ როგორ დამღალა ზედაპირულმა საუბრებმა. რამდენიმე წლის წინ თავისუფლად შემეძლო დრო დიდი კომპანიის წრეში გამეტარებინა და სახლში ენერგიით სავსე დაუბრუნებულიყავი. ზედაპირული საუბრები არ მაღიზიანებდა. ხმაური და აურზაური არ მფიტავდა, მაგრამ რაღაც შეიცვალა. ეს ცვლილება მოულოდნელად არ მომხდარა. ნელ-ნელა, თითქმის შეუმჩნევლად. თითქოს ყოველი გასული თვის შემდეგ ადამიანებთან ყოველი ურთიერთობა ჩემგან იმაზე ცოტა უფრო მეტ ენერგიას ითხოვდა, ვიდრე იმ მომენტში მქონდა. ვცდილობდი საკუთარი თავი დამეძლია. შეხვედრებზე დავდიოდი, ვიღიმოდი. მონაწილეობდი საუბარში სამსახურზე, სერიალებზე, სხვის პრობლემებზე. მაგრამ შინ ყოველთვის ისეთი შეგრძნებით ბრუნდებოდი, თითქოს ბოლომდე გამომწურეს. ნელ-ნელა თითქმის ნულამდე დაიწია ჩემმა მოთმინებამ. ზედაპირულობის მიმართ, ხმაურის მიმართ, იმ საუბრების მიმართ, რომლებიც ფაქტიურად უტოპიურია და ბოლო არ გააჩნია. სწორედ მაშინ დავიწყე მარტოობის არჩევა. არა იმიტომ, რომ ადამიანები შემძულდა, არამედ იმიტომ, რომ მარტო დარჩენა ისეთი შეგრძნება გახდა თითქოს ხანგრძლივად შეკავებული სუნთქვის შემდეგ. პირველად ამოვისუნთქე. სივრცე მომეცა. დასავლური კულტურა ამას სოციალურ იზოლაციას უწოდებს და მაშინვე პრობლემის იარლიხს აკრავს. დეპრესია, შფოთვითი აშლილობა, რაღაც, რაც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს და რაც შეიძლება სწრაფად. სასურველია ჯგუფური აქტივობებითა და იძულებითი სოციალიზაციით, მაგრამ დაო ამას სრულიად სხვაგვარად უყურებს. დაო ამბობს, ცხოვრებაში არსებობს მომენტები,
როდესაც ადამიანებისგან დაშორება, დაავადება კი არა, სიბრძნეა. როდესაც წასვლა არა სისუსტე, არამედ ყველაზე გაბედული ნაბიჯია, რომლის გადადგმაც შეგიძლია. როდესაც მარტოობა სიცარიელი კი არა, აუცილებელი სივრცეა, სადაც შენში რაღაც ახალი უნდა დაიბადოს. მაგრამ სანამ წინ წავალთ, აუცილებელია ერთი უმნიშვნელოვანესი განსხვავება გავიაზროთ. ის განსხვავება, რომელსაც ყველაფრის შეცვლა შეუძლია. დაო ადამიანებისგან დაშორების ორ სრულიად განსხვავებულ სახეს არჩევს. დაშორების ორი სახე. შიშიდან და ზრდიდან. პირველი სახეა დაშორება შიშიდან, გაუცნობიერებელი ტკივილიდან, იმ ჭრილობებიდან, რომლებიც ჯერ კიდევ არ შეხორცებულა და ამიტომ ადამიანებთან ნამდვილი კავშირის შექმნას ვერ ახერხებ. მეორე სახეა დისტანცირება ზრდიდან, შინაგანი ევოლუციიდან, იმ ცვლილებიდან, რომლის შემდეგაც ძველი კავშირები უკვე აღარ ეხმიანება იმ ადამიანს, ვინც დღეს გახდი. პირველს განკურნება სჭირდება, მეორეს აღიარება და თუ ამ ორს ერთმანეთში აურევ, შეიძლება წლებით დაკარგო იმის შეკეთების მცდელობაში, რაც სინამდვილეში საერთოდ არ გაფუჭებულა. ამ განსხვავებას კიდევ დაუბრუნდებით. ახლა კი გადავიდეთ პირველ სწავლებაზე. პირველი სწავლება. უვეი. ნუ მიაწვევი იმას, რაც ბუნებრივად არ მიედინება. დაოს ფილოსოფიის გულში ერთი ცნებაა, რომელსაც ადამიანების უმრავლესობა არასწორად იგებს. მას უვეი ეწოდება. ხშირად მას თარგმნია როგორც უმოქმედობა ან ძალისხმევის გარეშე მოქმედება. უფრო ლაკონურად რომ ვთქვათ, უძალისხმევო ქმედება. მაგრამ მისი არსი სულ სხვაა. ეს არ ნიშნავს დივანზე წამოწოლას და არაფრის კეთებას. საუბარია გაცილებით ღრმა სიბრძნეზე. ნუ მიაწვევი იმას, რაც თავისით არ მიედინება. ნუ იმოქმედებს საკუთარი ბუნების წინააღმდეგ. ისწავლე იმ მომენტის ამოცნობა, როდესაც ყველაზე სწორი მოქმედება გაჩერება. მახსოვს, ერთხელ ეს პრინციპი ჩემს ერთ მეგობარს მოვარგე. 8 წელზე მეტი გვაკავშირებდა. თვეში ერთხელ მაინც საუბრობდით. წელიწადში რამდენჯერ მევხვდებოდით, მაგრამ ყოველი შეხვედრის შემდეგ სიხარულის ნაცვლად სიმძიმეს ვგრძნობდი. თითქოს მთელი დროის განმავლობაში ერთი ენიდან მეორეზე მიწევდა თარგმნა. ჩვენი ცხოვრება სხვადასხვა გზით წავიდა. ინტერესები შეიცვალა. შეხედულებები თითქმის საპირისპირო გახდა. მაგრამ ურთიერთობას ინერციით მაინც ვინარჩუნებდით. იმიტომ რომ დიდი ხნის ნაცნობები ვიყავით. იმიტომ რომ ასე იყო მიღებული. იმიტომ რომ სხვანაირად უხერხულად მეჩვენებოდა. და ერთ დღეს თითქოს თავად უვეიმ მარტივი კითხვა დამისვა. ეს კავშირი შენ გაძლიერებს თუ გფიტავს?
პასუხი არც ისე სასიამოვნო აღმოჩნდა. დაუგვასწავლის წყალი არასოდეს ებრძვის ქვიშას. ის უბრალოდ გვერდსულის მას. თუ ქვა მთლიანად უკეტავს გზას, წყალი სხვა გზას პოულობს. არა იმიტომ, რომ სუსტია, არამედ იმიტომ, რომ ბრძენია. შენ წყალი ხარ. ადამიანები, რომლებიც შენგან უფრო მეტს იღებენ, ვიდრე გაძლევენ, ისინი ის ქვებია, რომლებიც გზაზე გვხვდებიან. უვეი არ გთხოვს მათთან ბრძოლას, არ გთხოვს მათ შეცვლას, არც იმის ახსნას, რატომ აღარ შეგიძლია იმავე მიმართულებით განაგრძო სვლა. ის მხოლოდ ერთ რამეს გთავაზობს: მოძებნე სხვა გზა. დრამის გარეშე, დანაშაულის გრძნობის გარეშე, თავის მართლების გარეშე, უბრალოდ აღიარე. ეს ურთიერთობა აღარ მიედინება და ეს სრულიად ნორმალურია. მეორე სწავლება. ძიჟანი. საკუთარ პირვანდელ ბუნებასთან დაბრუნება. დაოში არსებობს კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ცნება, რომლის გაგების გარეშე ძნელია მიხვდე, რატომ იწყებ ადამიანებთან დაშორებას. ამ ცნებას ძიჟანი ქვია. ბუნებრიობა, სპონტანურობა. ის ვინც სინამდვილეში ხარ მაშინ, როცა არავინ გიყურებს და არაფრის თამაში აღარ გჭირდება. ლაოძი დაოდეგინში წერს: ადამიანი მიყვება დედამიწას, დედამიწა მიყვება ცას, ცა მიყვება დაოს, ხოლო დაო მიყვება ძიჟანს. უზენაესი კანონი გარედან დაწესებული კანონი არ არის. უზენაესი კანონი შენი საკუთარი ბუნებაა. დაირას ამბობენ იშვიათად ისინი, ვინც სულიერ ზრდაზე, გამოღვიძებასა თუ შინაგან ევოლუციაზე საუბრობს. რაც უფრო უახლოვდები შენს ნამდვილ ბუნებას, მით უფრო ნაკლებად ერგები იმ ადამიანების წრეს, რომლებიც მაშინ გიცნობდნენ, როცა საკუთარი თავისგან შორს იყავი, რადგან მათ გაიცნეს ის ადამიანი, რომელიც როლს თამაშობდა, რომელიც ცდილობდა ისეთი ყოფილიყო, როგორცაც მისგან ელოდნენ, რომლის პიროვნება სხვებისთვის მისაღებად იყო აწყობილი, რომ ყველა შეგუებოდა, რომ არავისთვის შეექმნა დისკომფორტი. ეს გზა მეც გამოვიარა და რამდენიმე წლის წინ შევნიშნე, რაც უფრო გულწრფელი ხდებოდი საკუთარი თავის მიმართ, მით უფრო ნაკლები მქონდა სათქმელი ჩემი გარემოცვის ზოგიერთი ადამიანისთვის. არა იმიტომ, რომ ისინი ცუდები იყვნენ, ან მე ვიყავი კარგი, არამედ იმიტომ, რომ მათ მოსწონდათ ჩემი ძველი ვერსია. ის, რომელიც ყველაფერზე თანხმდებოდა, არ კამათობდა, მოსახერხებელი იყო. მე კი ნელ-ნელა სრულიად სხვა ადამიანი ვხდებოდი და როცა შენს ნამდვილ ბუნებასთან დაბრუნებას იწყებ, როცა სულ უფრო ნაკლებად თამაშობ და სულ უფრო მეტად უბრალოდ საკუთარი თავი ხდები, აუცილებელი ცვლილება იწყება. შენ ვეღარ ერგები იმ სივრცეებს, სადაც ადრე ბუნებრივად გრძნობდი თავს. ადამიანები ამას ამჩნევენ და გეუბნებიან კიდეც. იცი, შენ შეიცვალე.
თითქოს ეს ბრალდება იყოს. დიახ, შევიცვალე. დაუბრუნდი იმას, ვინც ყოველთვის ვიყავი. ყველა იმ ფენის მიღმა, რომლის ტარებაც მომიწია, რათა ისეთ სამყაროში გადამერჩინა თავი, სადაც ნამდვილობას ყოველთვის არ აფასებენ. ძიჟანთან ნახევრად დაბრუნება შეუძლებელია. ან პატივს ცემს საკუთარ ბუნებას, ან ღალატობ მას. და როდესაც პირველს ირჩევ, აუცილებლად შორდები ადამიანებსა და ადგილებს, რომლებიც საკუთარი თავის ღალატს გთხოვენ. ეს ანტისოციალურობა არ არის. ეს შინაგანი თლიანობაა. მესამე სწავლება. პუ დაუმუშავებელი ხე. დაოში არსებობს კიდევ ერთი ულამაზესი სიმბოლო, რომელიც ადამიანის პირვანდელ ბუნებას აღწერს. მას პუ ქვია. დაუმუშავებელი ხე. ხის მორი მანამ სანამ მისგან ავეჯს დაამზადებდნენ. ინსტრუმენტს ან რაიმე სასარგებლო სხვებისთვის. პუ ის ხარ, ვინც იყავი მანამდე, სანამ გეტყოდნენ როგორი უნდა ყოფილიყავი. მანამდე, სანამ ისწავლიდი გაღიმებას, მაშინაც კი როცა საერთოდ არ გეღიმებოდა. მანამდე, სანამ საკუთარი ნამდვილი აზრების დამალვას დაიწყებდი კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად. მანამდე, სანამ სხვისი განწყობის, ამოცნობისა და მათი მოლოდინებისადმი მორგების ოსტატი გახდებოდი. პუსთან დაბრუნება, საკუთარ დაუმუშავებელ ბუნებასთან დაბრუნება, თითქმის ყოველთვის მარტოსული პროცესია. რადგან შეუძლებელია ისევ ბუნებრივი გახდე, თუ კვლავ იმავე სახელოსნოში რჩები, რომელმაც ოდესღაც თავისი სურვილის მიხედვით დაგამუშავა. მეც ვცადე ეს გზა ისე, რომ არსად წავსულიყავი. უბრალოდ ცოტა უფრო გულწრფელი გავხდი. ცოტათი ნაკლებად მოსახერხებელი სხვებისთვის. და თითქმის მაშინვე წინააღმდეგობა ვიგრძენი. ჩემს გარშემო მყოფები გაუცნობიერებლად ცდილობდნენ ისევ ძველ ფორმაში დავებრუნებინე. არაბოროტი განზრახვით. უბრალოდ იმიტომ, რომ ჩემი ძველი სახე უფრო ნაცნობი იყო მათთვის. მაშინ მივხვდი, მე სივრცე მჭირდებოდა. არა სამუდამოდ, არამედ გარკვეული დროით. სხვისი ხმებისგან დაშორება მჭირდებოდა, რომ ბოლოს და ბოლოს საკუთარი ხმა გამეგონა. ის ხმა, რომელსაც წლების განმავლობაში თავადვე ვახშობდი. გარედან ეს ყველაფერი ჩაკეტვას გავს, ადამიანებისგან დაშორებას. თითქოს რაღაც ცუდი დაგემართა, მაგრამ შინაგანად ყველაფერი პირიქით ხდება. ეს ჩაკეტვა არ არის, ეს გახსნა, საკუთარ თავთან დაახლოვება. საბოლოოდ ყველაფერი თავის ადგილზე იწყებს დაალაგებას. დაო გვასწავლის. დაუმუშავებელ ხეს არ აქვს დასრულებული ნივთის გაპრიალებული სილამაზე. ის უხეშია, უბრალოა, არასრულყოფილია, მაგრამ მას აქვს ის, რაც ყველაზე სრულყოფილ, გაპრიალებულ ნივთსაც კი არასოდეს ექნება. სრული ნამდვილობა, ხელუხლებელი მთლიანობა.
იმ არსების ღირსება, რომელსაც არასოდეს აიძულეს გამხდარიყო ის, რაც სინამდვილეში არ არის. და როდესაც ამ ყველაფერს სხვის მოწონებაზე მეტად აფასებ, ადამიანებისგან დაშორება არჩევანი აღარ არის. ის ბუნებრივ შედეგად იქცევა. შედეგად იმისა, რომ საკუთარ თავს აღარ ღალატობ. მეოთხე სწავლება. რატომ გრძნობენ გამოღვიძებული ადამიანები თავს მარტოდ? ახლა მინდა ისეთი რამ გითხრა, რისი მოსმენაც შესაძლოა მარტივი არ იყოს. მაგრამ თუ ამას გაიაზრებ, ბევრი რამ საბოლოოდ თავის ადგილს დაიკავებს. დაამბობს, ადამიანები ცხოვრების სხვადასხვა საფეხურზე იმყოფებიან, გამოღვიძების სხვადასხვა სიღრმეზე. ყოველი ადამიანი იმ დონიდან მოქმედებს, რომელზეც ამ მომენტში იმყოფება. ეს არ ნიშნავს, რომ ვინმე სხვაზე უკეთესია ან უარესია. ეს მხოლოდ იმ გზის ანარეკლია, რომელიც მან უკვე გაიარა, როდესაც საკუთარ თავზე შინაგან მუშაობას იწყებ, საკუთარ ჩრდილს თვალებში უყურებ, ეჭვებ ქვეშ აყენებ ძველ რწმენებს, შინაგან შაბლონებს შლი და ისევ სიმართლეს ირჩევ კომფორტის ნაცვლად, შენ სრულიად სხვა შინაგან სივრცეში გადადიხარ. სივრცეში, სადაც ზედაპირული საუბრები ვეღარ გამდიდრებს, სადაც გაუთავებელი საუბარი ამინდზე, ჭორები ან დაუსრულებელი წუწუნი ცვლილებების სურვილის გარეშე ნელ-ნელა სიცარიელე აღიქმება. და სწორედ მაშინ იწყებ იმის ძიებას, რაც ადრე თითქმის შეუმჩნეველი იყო. სიღრმის, ნამდვილობის, გახსნილობის, სიმართლის და სწორედ აქ ჩნდება მთავარი სირთულე. ადამიანების უმრავლესობა ამ სივრციდან ჯერ კიდევ არ ცხოვრობს. არა იმიტომ, რომ ისინი ცუდები არიან, უბრალოდ ჯერ იქამდე არ მისულან. ისინი ჯერ კიდევ ზედაპირზე ცხოვრობენ. სოციალური ნიღბები მათთვის ბუნებრივია. ისინი სიღრმისკენ ჩასვლას არ ცდილობენ და როდესაც შენ ცდილობ ადამიანს შენი სიღრმიდან შეეხო, ხოლო ის მხოლოდ ზედაპირიდან გპასუხობს, ნამდვილი შეხვედრა აღარ ხდება. საუბარი არსებობს, მაგრამ კავშირი აღარ. მეც არაერთხელ მიცდია მესაუბრა იმაზე, რაც სინამდვილეში ყველაზე მეტად მაფიქრებდა. ცხოვრების აზრზე, ცნობიერების ცვლილებაზე, იმ ყველაფერზე, რაც ჩემთვის მართლა მნიშვნელოვანი გახდა. და პასუხად ხშირად მხოლოდ თავაზე ან ღიმილს ხედავდი. რის შემდეგაც საუბარი სწრაფად უბრუნდებოდა ჩვეულებრივ უსაფრთხო თემებს. ამის გამო არავის ვამტყუნებ. უბრალოდ ერთ დღეს მივხვდი ჩვენ სხვადასხვა სიხშირეზე ვიმყოფებით. დაო ამას ასე აღწერს. იყო სამყაროში, მაგრამ აღარ ეკუთვნოდა სამყაროს. შენ ისევ ადამიანებთან ცხოვრობ, ეკონტაქტები, ურთიერთობ, მონაწილეობ ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაგრამ შენი არსების ერთი ნაწილი უკვე აღარ ეკუთვნის ცხოვრების ძველ წესს. და ამ გამოღვიძებულ ნაწილს ორი რამ სჭირდება.
ან ადამიანები, რომლებიც იმავე სიღრმეზე ცხოვრობენ, ან მარტოობა. არსებობს მხოლოდ ერთი რამ, რასაც ის ვეღარ იტანს, სიახლოვის ილუზიას. იმ სიყალბეს, როცა თითქოს უამრავი ადამიანი გახვევია, მაგრამ შინაგანად მაინც სრულიად მარტო ხარ. სწორედ ამიტომ დგება დღე, როცა პატიოს ან მარტოობას არჩევ ყალბ სიახლოვეზე მეტად. და ეს დეპრესია არ არის. ეს შინაგანი ზრდა არის. მეხუთე სწავლება. დისტანცირების ჩრდილი. გაუცნობიერებელი იზოლაციის საფრთხე. ახლა კი ძალიან მნიშვნელოვანი რამ უნდა გითხრა. ის, რაც აქამდე ნათქვამს აწონასწორებს. რადგან დაო ყოველთვის წონასწორობის გზას გვასწავლის და უპასუხისმგებლობა იქნებოდა მარტოობის ქება ისე, რომ მის ჩრდილზე არაფერი გვეთქვა. არსებობს ისეთი დისტანცირება, რომელსაც სიბრძნესთან საერთო არაფერი აქვს. ის შიშიდან იბადება. არსებობს ისეთი წასვლაც, რომელიც ევოლუცია კი არა, გაქცევა. ბრძნული დისტანცირება შინაგანი სავსეობიდან იბადება. შენ მიდიხარ იმიტომ, რომ სავსე ხარ და არა იმიტომ, რომ დაცარიელდი. ერთი ნაბიჯით უკან იხევ იმისთვის, რომ შინაგანი სიმშვიდე დაიცვა და არა იმისთვის, რომ ტკივილს გაექცე. შიშიდან დაბადებული დაშორება ჭრილობიდან იბადება. შენ მიდიხარ იმიტომ, რომ სიახლოვე გტკიენს. იმალები იმიტომ, რომ საკუთარი ნამდვილი სახის ჩვენება მეტისმეტად საშიშად გეჩვენება. იცი, მეც ყოველთვის ვერ ხვდებოდი, საიდან მოდიოდა ჩემი გადაწყვეტილება. იყო პერიოდი, როდესაც ადამიანებთან ურთიერთობა თითქმის მთლიანად შევწყვიტე. საკუთარ თავს ვეუბნებოდი. უბრალოდ დრო მჭირდება, რომ ძალები აღვიდგინო. მაგრამ ერთ დღეს საკუთარ თავში პატიოსნად ჩავიხედე და მივხვდი. ამის უკან უარყოფის შიში იდგა. მას ტკიოდა და სწორედ ამიტომ ვიმალებოდი. ეს სრულიად სხვა ისტორია იყო. ამ ორი მდგომარეობის ერთმანეთისგან გარჩევა ყოველთვის ადვილი არ არის. გარეგნულად ისინი თითქმის ერთნაირად გამოიყურებიან. სივრცე მჭირდება და მარტო ყოფნა მინდა. მაგრამ მათი შინაგანი ენერგია სრულიად განსხვავებულია. ბრძნული დისტანცირება, შვებადი გრძნობა, თითქოს საკუთარ თავში დავბრუნდი. თითქოს წყლის ქვეშ ხანგრძლივად ყოფნის შემდეგ პირველად ჩაისუნთქე. შიშიდან დაბადებული დაშორება კი სხვაგვარად იგრძნობა, როგორც თავდაცვა, როგორც კედლების აშენება, როგორც მცდელობა დაიმალო იმის უკან, რაც შენ თვითონაც იცი, რომ ერთ დღეს აუცილებლად ჩამოინგრევა. ამიტომ საკუთარ თავს გულწრფელად კითხე. ნამდვილად გულწრფელად. მე ამ ურთიერთობებს იმიტომ შორდები, რომ მათ გავუსწარი, თუ იმიტომ, რომ ისევ ტკივილის მიღების მეშინია. სავსეობიდან მივდივარ თუ სიცარიელიდან. სიმშვიდეს ვიცავ და ვუფრთხილდები თუ უბრალოდ ტკივილს გავურბივარ.
ამ კითხვებზე მარტივი პასუხები იშვიათად არსებობს. ზოგჯერ სიმართლე ნაწილობრივ ორივეს მოიცავს. მაგრამ უკვე ის ფაქტი, რომ ამ კითხვებს საკუთარ თავს უსვამ, ძალიან ბევრს ცვლის. რადგან იქ, სადაც ადრე ავტოპილოტი მოქმედებდა, ახლა ცნობიერება იბადება. და თუ აღმოაჩენ, რომ შენი დაშორება უფრო შიშიდან მოდის, ვიდრე სიბრძნიდან, ეს არ ნიშნავს, რომ შენში რაღაც გაფუჭდა. ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ არის სამუშაო. არის ჭრილობები, რომლებიც განკურნებას ელოდებიან. არსებობს შინაგანი კვანძები, რომლებიც ჯერ კიდევ უნდა გაიხსნას. და ამაზე მუშაობაც გზის ნაწილია. მეექვსე სწავლება. მარტოობა როგორც სულიერი პრაქტიკა. ჩინეთის მთებში მცხოვრები დაოსელი ბერები საუკუნეების განმავლობაში ერთ ისეთ პრაქტიკას მისდევდნენ, რომლის ნამდვილი მნიშვნელობა დასავლურმა სამყარომ ბოლომდე ვერასოდეს გაიაზრა. გაცნობიერებულ მარტოობას, ნებაყოფლობით განმარტოვებას, ხანგრძლივ სიჩუმეს, არა როგორც სასჯელს, არამედ როგორც სულიერ პრაქტიკას. რადგან მათ ესმოდათ ის, რაც თანამედროვე კულტურამ თითქმის მთლიანად დაივიწყა. მარტოობის სიჩუმეში არსებობს ისეთი სიბრძნე, რომელსაც სხვაგან ვერ სადიბავი. როდესაც მარტო რჩები, სოციალური სამყაროს მუდმივი ხმაურის გარეშე, ნიღბების ტარების აუცილებლობის გარეშე, სხვისი აზრების უწყვეტი ზეწოლის გარეშე, შენში რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი იწყებს გაღვიძებას. შენი ნამდვილი ხმა, შენი ნამდვილი ბუნება, შენი საკუთარი დაო. და ამის მოსმენა შეუძლებელია, სანამ მუდმივად ადამიანებით ხარ გარშემორტყმული. რადგან სხვებთან ყოფნისას თითქმის შეუმჩნევლად იწყებ მათზე მორგებას, ადაპტირდები, საკუთარ თავს აკორექტირებ. არა იმიტომ, რომ ვინმე გაიძულებს, არამედ იმიტომ, რომ ასეა მოწყობილი ადამიანის ბუნება. მაგრამ როდესაც შენს გვერდით აღარავინაა, როცა აღარ გჭირდება ვინმეზე შთაბეჭდილების მოხდენა, აღარ ცდილობ ყველას ასიამოვნო, აღარ ცხოვრობ სხვისი მოლოდინებით, პირველად მაშინ ისვენებ ნამდვილად და ნელ-ნელა იმ ადამიანად იქცევი, ვინც სინამდვილეში ყოველთვის იყავი. კარგად მახსოვს ის პირველი დღეები, როდესაც შეგნებულად რამდენიმე დღით ყველანაირ ურთიერთობაზე ვთქვი უარი. თავიდან ცოტა უცნაური იყო, ცოტა შემაშფოთებელიც. გონება გამუდმებით ეძებდა რაღაცას, რასაც მოეჭიდებოდა. მაგრამ თანდათან სიჩუმე გამოჩნდა. და ამ სიჩუმეში ისევ გავიგონე ის, რაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ მქონდა გაგონილი. საკუთარი ხმა. სწორედ ამიტომ მიდიოდნენ დაოსელი ბერები მთებში, თვეობით, წლობით, ზოგჯერ 10 წლეულებითაც კი. არა იმიტომ, რომ კაცობრიობას ძულდათ, არამედ იმიტომ, რომ ჭეშმარიტება მარტოობაზე მეტად უყვარდათ. და სწორედ იქ პოულობდნენ იმას, რასაც საზოგადოება ვერასოდეს მისცემდა მათ. სრულ სიცხადეს. პასუხს კითხვაზე ვინ არიან და რატომ მოვიდნენ ამ სამყაროში.
მე არ გეუბნები რომ თებში წახვიდე, არც იმას გირჩევ რომ ყველა ურთიერთობაზე უარი თქვა, მხოლოდ ერთ რამეზე გიწევ, დაფიქრდი, იქნებ შენი მზარდი სურვილი, მეტი დრო გაატარო მარტო. საერთოდ არ არის პრობლემა, რომელიც სასწრაფოდ უნდა გამოასწორო. იქნებ ეს მოწოდება, რომელსაც პასუხი სჭირდება. მოწვევა საკუთარი თავი ისეთ სიღრმეზე გაიცნო, რომელიც მხოლოდ მაშინ ხდება შესაძლებელი, როდესაც შენი სულის ხმა სხვისი ხმაურით არ გაქვს დახშული. მეშვიდე სწავლება. როგორ და როდის უნდა დაბრუნდე სამყაროში ისე, რომ საკუთარი თავი არ დაკარგო. მაგრამ რაც უნდა ძვირფასი იყოს მარტოობა, ის საბოლოო დანიშნულება არ არის. დაო ყოველთვის წონასწორობას გვასწავლის. ინი და იანი, წასვლა და დაბრუნება, მარტოობა და კავშირი, გაცემა და მიღება და დგება მომენტი, როდესაც ყველაზე ბრძნული გადაწყვეტილება დაბრუნება ხდება. მაგრამ არა იმავე ადგილას, საიდანაც ოდესღაც წახვედი. არა იმავე ადამიანებთან, არა იმავე ურთიერთობებში და არც იმავე შინაგან ჩვევებთან. შენ უკვე სხვა ადამიანი ბრუნდები, ახალი საზღვრებით, საკუთარი თავის ახალი გაგებით, მკაფიო ცოდნით თუ რომელ ურთიერთობებში უნდა დათესო შენი ენერგია და რომელს შენი გზა უკვე გასცდა. როგორ მიხვდე რომ დაბრუნების დრო უკვე დადგა? დაო ამაზე ძალიან მარტივად პასუხობს, როდესაც მარტოობა აღარ გამდიდრებს და ნელ-ნელა იზოლაცია იწყებს ქცევას. როდესაც სიჩუმე, რომელიც ადრე სიმშვიდე იყო, ნელ-ნელა სიცარიელად იქცევა. როდესაც წასვლა, რომელიც ოდესღაც სიბრძნედ აღიქმებოდა, შეუმჩნევლად გაქცევად იქცევა. ეს არის ნიშანი, რომ შენ უკვე მიიღე ყველაფერი, რისი მოცემაც მარტოობას შეეძლო. ახლა სამყაროში დაბრუნების დროა. დაბრუნდი, მაგრამ უკვე სხვა ადამიანად. თან წაიღე ყველაფერი, რაც სიჩუმეში აღმოაჩინე. თუმცა ეს დაბრუნება უნდა იყოს გაცნობიერებული, განზრახული, არჩევითი. შენ არ ხარ ვალდებული დაუბრუნდე ყველა იმ ურთიერთობას, რომელიც ერთხელ უკვე დატოვე. დაუბრუნდი მხოლოდ იმას, რაც კვლავ ეხმიანება შენს გულს. მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ დაინახონ ის ადამიანი, ვინც დღეს ხარ. დაბრუნდი ნიღბების გარეშე, იმის ცოდნით, რომ ზოგი ადამიანი ვეღარ გიცნობს და ეს სრულიად ნორმალურია. არ ბრუნდები იმისთვის, რომ ყველამ გაგიგოს. ბრუნდები იმისთვის, რომ საკუთარი თავი აღარასოდეს დაკარგო. და როდესაც ასე ბრუნდები, საოცარი რამ იწყება. სწორი ადამიანები თითქოს თავისით ჩნდებიან. არა იმიტომ, რომ მათ ეძებდი, არამედ იმიტომ, რომ შენი შინაგანი მდგომარეობა შეიცვალა
და მასთან ერთად შეიცვალა ის ენერგიაც, რომელსაც სამყაროში ასხივებ. იბადება სრულიად განსხვავებული ურთიერთობები, უფრო ღრმა, უფრო ნამდვილი, უფრო თავისუფალი, ნაკლებად დამოკიდებული და სწორედ მაშინ ხვდები მარტოობას, არასოდეს დაუშორები ხარ. ის უბრალოდ გიმზადებ და ახლებურ შეხვედრას სამყაროსთან. გამზადებდა იმ შეხვედრისთვის, სადაც მთლიანობის შესაგრძნობად აღარავინ გჭირდება. მაგრამ შეგიძლია შენი მთლიანობა გაუზიარო მათ, ვისაც საკუთარი მთლიანობაც უკვე ნაპოვნი აქვს. სწორედ ამას უწოდებს დაო ურთიერთობის უმაღლეს ფორმას, არჩევანს, რომელსაც ყოველ დღე ვაკეთებთ. დღეს ერთად გრძელი გზა გავიარეთ. დავიწყეთ იმ კითხვით, თუ რატომ ვშორდებით ადამიანებს და დავინახეთ, რომ დასავლური კულტურა ამას თითქმის ყოველთვის პრობლემად აღიქვამს. მაშინ, როდესაც ზოგჯერ სწორედ ეს არის გამოსავალი. ვისაუბრეთ უვეიზე, იმ სიბრძნეზე, რომელიც გვასწავლის არ ვაფორსიროთ ის, რაც ბუნებრივად აღარ მიედინება. ვისაუბრეთ ძიჟანზე, საკუთარ ნამდვილ ბუნებასთან დაბრუნებაზე, რომელიც აუცილებლად გაშორებს მათ, ვინც მაშინ გიცნობდა, როცა საკუთარი თავისგან შორს იღავი. ვისაუბრეთ პუზე, დაუმუშავებელ ხეზე, იმ შენზე, რომელიც არსებობდა მანამდე, სანამ სამყარო შენთვის მოსახერხებელი ფორმის მიცემას დაიწყებდა. დავინახეთ, რატომ გრძნობენ გამოღვიძებული ადამიანები ასე ხშირად თავს მარტოდ სამყაროში, რომელიც ზედაპირზე ცხოვრებასაა მიჩვეული. ვისაუბრეთ გაუცნობიერებელი იზოლაციის საფრთხეზეც, იმ განსხვავებაზე, რომელიც არსებობს სიბრძნიდან წასვლასა და შიშიდან გაქცევას შორის. განვიხილეთ მარტოობა როგორც სულიერი პრაქტიკა, ისე როგორც მას უძველესი ბერები აღიქვამდნენ, რომლებმაც სიჩუმის ნამდვილი ღირებულება იცოდნენ. და ბოლოს დავინახეთ, როდის დგება დაბრუნების დრო და როგორ უნდა დაბრუნდე ისე, რომ საკუთარი თავი აღარ დაკარგო. ახლა მხოლოდ ერთი რამ რჩება, არჩევანი. განაგრძო საკუთარი თავის დადანაშაულება განცალკევების სურვილის და გამო. თუ პატივისცე იმას, რასაც შენი სხეული, შენი ენერგია და შენი სული გთხოვს. განაგრძო საკუთარი თავის ძალით მორგება იმ ადგილებზე, რომლებსაც უკვე აღარ ეკუთვნი. და ბოლოს და ბოლოს მისცე საკუთარ თავს უფლება, რომ გაუშვა დანაშაულის გარეშე, დრამის გარეშე, თავის მართლების გარეშე. გამოიყენო ეს განმარტოვების პერიოდი იმისთვის, რომ საკუთარი თავი ნამდვილად გაიცნო. ან შეგიძლია ეს დრო დაუთმოს სირცხულს, რომ საკმარისად კომუნიკაბელური არ ხარ. იცი, ამ არჩევანს მხოლოდ ერთხელ არ ვაკეთებთ. მას ყოველ დღე ვაკეთებთ. ყოველ ჯერზე, როცა საკუთარ თავს აიძულებ იყო იქ, სადაც გულს უკვე აღარ უნდა ყოფნა. ყოველ ჯერზე, როცა ვიღაც განგიკითხავს იმის გამო, რომ ხმაური ან საზოგადოებაზე მეტად შინაგან სიმშვიდეს ირჩევ. ყოველ ჯერზე, როცა გონება ჩურჩულებს, შენში რაღაც რიგზე არ არის, ძალიან ბევრი სივრცე გჭირდება. და ყოველ ჯერზე, როცა ამის ნაცვლად საკუთარ თავთან გულწრფელობას ირჩევ,
როცა საკუთარ ენერგიას იცავ, როცა დამცლელი ურთიერთობების ნაცვლად აღმავსებელ მარტოობას ირჩევ, შენ ცოტათი უფრო თავისუფალი ხდები. თუ ამ სიტყვებმა შენშიც გაიჟღერა, დაწერე. შენ ჩორდები ახლა ადამიანებს. საიდან იბადება ეს სურვილი, სიბრძნიდან თუ შიშიდან? რა აღმოაჩინე სიჩუმეში? იქნებ სწორედ შენი ისტორია გახდეს ის ბიძგი, რომელსაც ვიღაც უკვე მრავალი წელია ელოდება, რომ საკუთარ თავს ნება მისცეს, რომ განმარტოვდეს და უკვლავ მიედინება. და შენ უკვე იცი, საით მიედინება მისი გზა. შემდეგ შეხვედრამდე. თქვენთვის ტრანსლირებდა დროს სივრცეში მოგზაური, კოსმიური სკოლის ალქიმიკოსი, სიტყვის არქიტექტორი და სინათლის მატარებელი, შენიანი შ-ანი. აქ რაღაც სხვა ამბავი იყო და მაგიტო Tan